გიბრუნდებით უფასო გოლშემატკივრებო, ამჯერად უკვე ქუთაისიდან ქართული რაგბის თანამედროვე ქართული რაგბის კლასიკა, აია ლელო ქუთაისში მნიშვნელოვანი თამაშია, უბრალოდ აიასთვის სატვირთოზისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ ჭირდებათ აუცილებლად მოგება, რომ პირველი ადგილი შეინარჩუნონ და გაინაღდონ და პლეი-ოფში მაქსიმალურად მოგებიან პოზიციაში შევიდნენ, ხოლო ლელოს არ აქვს რა თქმა უნდა არანაირი მიზანი, ისინი ვერც გავარდებიან, ვერც 6 ოლში მოხვდებიან, მაგრამ მოგესალმებით ეს ტრადიციული მეტოქეები არიან, ყოველთვის მათ შორის დაპირისპირება ძალიან მძაფრია, ასე რომ არ ველოდები არანაირად, რომ ლელო იოლად დათმობს რამეს. ხედავთ, რომ უკვე სტუმრები გამოსულები არიან, უცებ გადავხედოთ გუნდების შემადგენლობას, დავიწყოთ სტუმრებით. 1-ზე ზურიკო უთაშვილი, 2 შოთა ხელაძე, 3 დავით გუმთელია, 4 დევან ბალიჩავა, 5-ზე გუნდის კაპიტანი სანდრო ქოიავა, 6 ნიკა აბესაძე, 7 ვაჟა მაისურაძე, 8 ბექა ყორიაული ხაზი, 9 მიხეილ ყაჩლავაშვილი, 10 გოგი ტარიკაძე, 11 გაგა ქეხიშვილი, 12 ლუკა ხეხელაშვილი, 13 გიორგი ჩიქოვანი, 14 შალვა აფციაური, 15-ზე საბა არჩვაძე. გუნდის თავმჯდომარე თონიკე ბუბუტეიშვილი. ქუთაისის აი 1-ზე ბაჩუკი ბარათაშვილი, 2 საბა ერემეიშვილი, 3 ალეკო გიგაშვილი, 4 ვახტანგ შარვაშიძე, 5 სტივენ იანბაკი, 6 საბა ლაღაძე, 7 გიორგი სინაურიძე, 8 გილია გაბისონია. 9 ნოდარდოლიძე, 10 გიორგი ბაბუნაშვილის გუნდის კაპიტანია, ფრთაზე 11 ნომერი ნომინალურად 25 ნომერი ეწევა მაისურზე ამინა შვანგელაძე, 12 ირაკლი სივსიძე, 13 გიორგი პრუიძე, 14 თემურ კახოძე, 15 უჯამახა რეიშვილი, გუნდის თავმჯდომარე გიორგი ნებსაძე. საჯებს ვახსენოთ, თავარი საჯი შოთა საგარეიშვილი, კიდეებზე უნისე მოგილაშვილი და ჟალტუნოვი. დელეგატი იქნება გოგი ჭიჭინაძე, ხოლო ჟიური ნიკო გიგინეიშვილი.
აქ აიღო თავიდანვე აი ამ ბურთი ჟანგირაძე უტევს კარგად წავიდა მიარა ბევრი გამოიშალა ბურთი კარგად უტევს მახარეიშვილი შეინარჩუნა კოხოძე ძალიან ზიერია ფიზიკურად დასვა ერთი მეტოქე ორი და გავიდა ბოლოში წყინვალე ფორმაშია თემურ კოხოძე წყინვალე ფორმაში უთულესი დადო რამდენიმე მეტოქეს გადაუარა ფიჯურ სტილში დადო ესე ვთქვათ მას რა თქმა უნდა ჩვევია ესე თაზე თუ დატოვებ ძალისმიერად შეუძლია დაჩაგდოს არა მარტო ძალისმიერად მაგრამ ხშირად ძალისმიერადაც ამიტომაც თქვი რომ ეს ფიჯური ტიპის ლელო დადო წინვალე დასაწყისში პირველივე წუთზე გაიტანა აი ამ ლელო ნუ ეს გუნდები დაპირისპირება ამ გუნდების მოგახსენეთ რომ ძალიან ყოველთვის მნიშვნელოვანია შარშან ფინალისტები სწორედ ლელო დაია იყო სადაც აი ამ გაიმარჯვა და მოიპოვა ჩემპიონობა მეხუთედ გახდნენ ისინი შარშან საქართველოს ჩემპიონები. ნუ წელსაც პირველ ადგილზე არიან, თუ მოიგებენ დღეს ამ პირველ ადგილს შეინარჩუნებენ. გიორგი ბაბუნაშვილი კუთხიდან რთული გარდასახვა უწევს. აუცდა გარდასახვა გიორგი ბაბუნაშვილს შეიყვანა რიკაძემ ამირა შვანგირაძე მოიშორა ერთი მეტოქე წავიდა აუშო დანაკლისით არის აი დღეს არ არის პეტრე ჯინჭარაძე არ არის ბატირე რენგა ასევე ზურა ხუთიძე 9 ნომერი მოკეთო ეს მნიშვნელოვანი ძალა რა თქმა უნდა აი ესთვის ეს მორაგბეები აქ კარგად აწიხაზე აი თუმცა შვენივრად ითამაშა საბა არჩვაძემ იხე ყაცლავაშვილი კარგად აიღო ბურთი ბაბუნაშვილმა თუმცა ეგრევე წნეთში მოაქციეს საბოლოოდ ბურთი გადმოდო კარგად თამაშობს ერემეიშვილი აწია დოლიძემ აბრაგანი საბოლოოდ ვინ იყო ეს ყავჩალავშვილმა კარგად აიღო ძალიან ბურთი თუმცა დაეცა ცუდად იმედია ტრავმა არ არის აქ დააგძელა რაკი ლელომ და ფეხით გავლენ ახურვაზე ითამაშებენ თუმცა ძლიერი მოუვიდა და გუჯა მახარეიშვილმა დაიჭირა ბურთი გავიდა ფეხით შვენივრად დაარტყა მეტოქის ნახევარზე გადავიდა აი თუმცა სწრაფად შემოაგდეს წამოვიდა შეტევა არჩვაძე სახიფათოა ძალიან მოშვიდკაცია ისეთი სივრცეში ყოველთვის ფრთხილად უნდა იყო სანდრო კოიავა უბერებელი სანდრო კოიავა აქ ხდება ცოტა გამართული ობოჭვა თუმცა არაფერი გრძელდება თამაში უთაშვილი აქ ნულოზონში შეუტია ლელომ კარგი გაჭრა თუმცა ცუდი ამოგდება და საბოლოოდ ბურთი ერემეიშვილისა უნდა შეინახოს
შეაბრუნა შარვაშიძემ, ბაბუნაშვილი თვითონ უტევს, გაატანა ფრუიძეს, სახიფათო აი ასე სიტუაციაში ფრუიძის ოფლოუდი. კარგი პასი სინაუძის მხრიდან. შარვაშიძე უტევს. და ჩავიდა კი ბატონო. კარგი იყო ზურიკო უთაშვილი. მოიპოვა ლელომ ჯარიმა, შეუვლიათ აქედან კარგ პოზიციაში გადავიდნენ გოგი ტარიკაძე და არტყამს აუტში. კარგი აუტი, მოლი. აკონტროლებს ხელაძე. ახალგაზრდა კვაჭი. მოიხსნა ყაჩლავაშვილი. უტევს ხეხელაშვილი. ისო ყაჩლავაშვილი. ხდება საბოლოოდ მოიპარა ბურთი სინაურიძემ. კი, ყავთ აი ისევე როგორც ლელოს დღეს ყავთ მოთამაშეები შავი ლომიდან, გიორგი სინაურიძე ესეთი ერთ-ერთი მათგანია, გიორგი სინაურიძე, დოლიძე, ამინე შვანგირაძე სწორედ შავი ლომიდან არიან. მოგესალმებათ, რომ პლეი-ოფის წესი, ანუ ასეთი წესია დიდათში, რომ ვერ დაემატება დიდი შავი ლომის მორაგბე პლეი-ოფის თამაშებში თავის გუნდს, ასე რომ ეს მათი ბოლო თამაში იქნება წელს აიას შემადგენლობაში, თუმცა შავი ლომში მათ მოუწევთ მაისის მეორე ნახევარში შოტლანდიაში წასვლა, იქ გლაზგოს და ედინბურგს ეთამაშება შავი ლომი. მოიგვავიდან დოლიძე ცდილობს შეტყნომას, გააძვრა ამასობაში შეტყნა, შეძვრა მოატყუა მეტოქეები, კარგად წაიღო. მივიდა ლაღაძე, აქ ბაჩუკი ბარათაშვილი რა კარგად აეჯახა, წავრად ისიც ახალგაზრდა მორაგბეა. ხაზე გავიდა სიმსივე თვითონ უტევს. იამბაკი შეუძლია მას ოფლოუდიც, თუმცა ეხლა ვერ გააკეთებს, უნდა წავიდეს მიწაზე. აქ ფრუიძე შვანგირაძე გადავიდა. არ გადავიდა? ხედავთ აქ რა თამაშია, მაგარი ბოჭები მიდის, არ ნდობენ, გუნდები ერთმანეთს არჩვაძე. და აქ არის სივცე, და რა ქნეს, ცუდი პასი. შეიძლება და კონჩეტების მაგვარის წამოღება ნამდვილად, თუმცა ამ პასმა ყველაფერი გააფუჭა. აქ ტრავმა არის, გამოიცვალა თავიდანვე ზურიკო უთაშვილი, მოვიდა ნიკა სვიმონიშვილი მის ნაცვლად. კარგად მოიგო იაბაკი აუტი და წინ თამაში დაუვარდა ბურთი დოლიძეს. შერკინება, პირველი შერკინება დღევანდელ შეხვედრაში ნახოთ.
როგორც აღნიშნეთ, დღევანდელი შეხვედრის პირველი შერკინება და ვნახოთ საინტერესოა ვის დარჩება უპირატესობას ერგო თამაშის ამ კომპონენტში. მოეწყო შერკინება, თუმცა პირველივე მცდელობაზე არ იყო სტაბილურობა, გაესაუბრება შეხვედრის მთავარი არბიტრი და გადააწყობს შერკინებას თავიდან. კი ბატონო, შეგვიძლია გაგაცნოთ სხვა თამაშების შედეგები, ტაო 56-ში მოგვეყოჩებს და გაინაღდა მეცხრე ადგილი, მათ ექნებათ უფლება რომ ითამაშონ გადათამაშება, ხოლო ყოჩები დატოვებს დიდაც. ყაზბეგმა დაამარცხა არესი და ეს ყაზბეგისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, იმიტომ რომ ვერ მოეგოთ მოუწედოთ გადათამაშება, ტაო მათ გადაასწრებდა, თან დრამატულად ბოლო წუთზე გადაენელუთი, ხოლო არესმა ამ წაგებით დაკარგა, თქვათ, მეორე ადგილი გადაასწრო ბათუმმა, იმიტომ რომ ბათუმმა დაამარცხა ხარები სტუმრად 29-3 ბონუსით, ხოლო არმიამ დაამარცხა ხვამლი. მოკლედ კი ბატონო, შეგვიძლია უკვე თქვათ, რომ აი ეს პლეი-ოფში მესამე მეექვსე ადგილოსნებს შორის არესი ეთამაშება ხარებს, ხოლო არმია ხვამს. შემდეგ კვირას გაიმართება ეს თამაშები. ისიც დავამატოთ, რომ რეგულარული სეზონის დასკვნითმა ტურმა გულშემატკივრის მოლოდინებიც გაამართლა და საკმაოდ საინტერესო სანახაობრივი დაპირისპირებები ვიხილეთ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო თუნდაც ყაზბეგის ის დრამატული გამარჯვება ბოლო წუთზე იმნაძის გატანილი ლელოთი შეძლო ყაზბეგმა. ამ გამარჯვების მოპოვება და დიდაჩი ადგილის შენარჩუნება. კი ბატონო, აქ ლელო უტევს. ეს კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის შეხვედრაა, რომელშიც მნიშვნელობა არ აქვს თუ რომელ პოზიციაზე იმყოფება ლელო, ამ ორ გუნდს შორის საკმაოდ ისეთი შუღლია ჩამოყალიბებული, ასე ვთქვათ, სპორტული შუღლი და ყოველთვის უთანასწორო და შეუპოვარ ბრძოლას უმართავენ ერთმანეთს. იმეც გამოვთქვამ, რომ არც დღევანდელი შეხვედრა იქნება გამონაკლისი და კი, ასეთი სპორტული დაპირისპირება სხვა გუნდებს შორისაც რო იყოს ძალიან კარგი იქნება. აქ კარგად უტევს ლელო ამასობაში, ქოიავა, ყაჩლოვაშვილი, გავიდა ხაზებუთი, აქ კარგი ბოჭვაა. თაზე გადაცემა შოთა ხელაძე, კარგი კვაჭია სხვათა შორის ძალიან ახალგაზრდული ნაკრების 20 წლის ნაკრებში უწევს, მას თამაში აქ კარგად გაჭრა სვიმონიშვილი, შევიდა მეტოქის 22-ში ლელო. სახიფათო პოზიციაზე ლელო მეტოქის 22 მეტრიანში, გუნდის კაპიტანი ქოიავას შორეული პასი. აქ ბოლა შემოვიდა ამასობაში. და ამ ბოჭვის შემდეგ უკვე მიიღო კიდევ ერთი უპირატესობა ლელომ, შეუძლიათ ახლა გაცილებით უფრო თამამად და აგრესიულად გადავიდნენ შეტევაზე. საბოლოოდ მსაჯის სასტვენი და უბრუნდება ჯარიმის უპირატესობა ლელოს არასენს. და ყვითელი ბარათისკენ საჯის ხელის მოძრაობებს თუ დავაკვირდებით, კი, ნამდვილად. კი, დატოვა ბოლა მოედანი, სიმსივე დაიმტვრა თავიდანვე და მეცხრე წუთზე და შემოვიდა მისალსვათ ტიმოთიმ ბოლა. თუმცა მალევე მოუწევს იმბიში გასვლა და 10 წუთი დასვენება. ნახოთ ლელოზე ითამაშებს თუ და არა, აუტში გადადის გოგიტარიკაძე. ლელო ითამაშებს ლელოზე და ვნახოთ როგორ გამოიყენებს ამ რიცხობრივ უპირატესობას მომდევნო 10 წუთის განმავლობაში კაცნაკლული იქნება ქუთაისის აია. შოთა ხელაძე ემზადება ბურთის დერეფანში მოსაწოდებლად, გადაცდა ბურთი ყველას და ყველაფერს. საბოლოოდ ფეხის დარტყმით გამოვიდნენ სახიფათო ზონიდან ქუთაისელები. კი. არც ისე შორს, მაგრამ განმუხტეს ეს ერთი სათამაშო ეპიზოდი მასპინძლებმა. ორიგი დერეფანი ლელოს არასენს მეტოქის 22 მეტრიანში. ნახოთ ბურთი ცოტა აგვიანებს, ახლა მიუვა ლელოს სუდად მოწოდებული აუტი, თუმცა დარჩა ბურთი ლელოს, ხეხელაშვილი უტევს და აქ ჩავიდა. ვერ ჩავიდა. ორიგი მიძალება მორკინალებით. აიღო ბურთი ქოიავამ ლელოს კაპიტანმა. ყაცალაშვილი მოაწვა ისე მორკინალებს ათამაშებს.
ორიაული მოიხარა ჩადო ბურთი ჯერ არ აქვს წინსვლა ლელოს შეტევის ტემპით საკმაოდ შეუნელდა, დალაგებული აქვს დაცვის ხაზი და ბათუმს. დაკარგეს ბურთი. და დოლიძე იამბაკი ამოაგდო ოფლოუდი ფრუიძე, მასაც შეუძლია ოფლოუდი, ესეც არის გააკეთა. კარგი კონჩეტევა დოლიძე გადააგდეს, არა დარჩა მოედანში. შეძლო როგორც ჩანს ბურთის მოედანში დატოვება დოლიძემ, ფრუიძე გამოიტანს ამ ბურთს. მოძებნა იქვე მყოფი მორკინალი. ისე ფრუიძე 9 ნომერზე კარგად გაიტანა. აბუნაშვილი კომბინაცია წავიდა, აქეთ კარგად გამოშალეს. კოხოძე თოცა დამდგარი მიიღო, ნახოთ შეუძლია მას აქ გავწოვება. წავიდა განზე კოხოძე. უნაცვლა შეტევის მიმართულება. საბოლოოდ გაითავისუფლა ხელი და ამოუგდო ბურთი თანაგუნდელს. გაბისონია ცოტა ქაოსია რაკში, სასტვენი ჯარიმა, კი ბატონო. ხო, პილოტუთი და ლელოსმენი ფაქტობრივად აი ეს შეტევა ესეთი არ ქონია და ეხა მიეცემათ შანსი რომ გადავიდნენ მეტოქის დახევაზე და აუტიდან შეუტიონ. კარგი შეტევის პლაცდარმი შეიძლება რომ შეიქმნას აი ამ დაველოდოთ ჯერ ბაბუნაშვილის დარტყმას. სწორედ მის დარტყმაზე იქნება დამოკიდებული თუ რა პოზიციაზე იქნება დერეფანი მასპინძელ გუნდს. კარგად დარტყმა, მივიდა 22-თან აია. შვენიერი დარტყმა გამოუვიდა გიორგი ბაბუნაშვილს 22-ის მისადგომებთან იქნება მასპინძლების დერეფანი საბა ერემეიშვილი მოაწვდის ბურთს. კარგად მოგებული აუტი, გავიდა ხაზზე ბურთი. სინაურძე შეიყვანა გიორგი ბაბუნაშვილმა, ცოტა სტაბილური რაკი და თამაშობს შარვაშიც. მიეხმარნენ თანაგუნდელებით, საბოლოოდ ფეხით გადაკიდების მცდელობა, თუმცა სტუმრები დარჩნენ ამ ბურთზე. პირველი ქემხიშვილი წამოვიდა, სახიფათოა ძალიან. ახეთ კარგად ამოვიდა მას ხო შტაკ. ერთი წამოღებით საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი მეტრები მოიგო. შალვაფციური შებოჭეს აქ გასის ფეხზე და კი ბატონო ჩავიდა აიაბუც იზოლირებული იყო აფციური და ამით ისარგებლა აიამ წინვალეთ სხვათა შორის აიას ძალიან მოტებული აქვს ამაში აი მიწაზე კარგად ჩადია დაცვაში და ხშირად იპოვებენ ჯარიმას ეფექტურად იმოქმედეს ამ შემთხვევაშიც აიას მოთამაშეებმა და მოინადირეს ბურთი. საპირისპირო ფრთაზე გადაიტანს გიორგი ბაბუნაშვილი და გაცილებით უკეთესი პოზიციიდან მოაწვდიან ქუთაისელები ბურთს დერეფანში. შევიდა აია მეტოქის 22-ში, დაახლოებით 20 მეტრი მეტოქის ჩათვლის მოედნამდე. ამჯერადაც ორი ხელით დამაჯერებლად მოიგეს ბურთი დერეფანში და მძლავრი მოლით შეკრა აიამ. კარგი ბიცგი მისცეს მასპინძლებმა. კარგი მოლია, გრძელდება. აქ ბალიჩავა დაიშალა. კი, წესების დაცვის თამაშობდა ბალიჩავა, იამბაკი კარგი დარტყმა გააკეთა. შარვაშიძე აქტიურია დღეს ეს მორაგბე და ჩავიდა. გოგიტარიკად საერთოდ არა, ჯარიმა ნახოთ კარში დაარტყამენ თუ აქ შეგახსენებთ რომ აიას არა არ ჭირდება არანაირად ლელოებზე გამოკიდება ნებისმიერი ანგარიში მოგება აწყობს ასე რომ არა გამოჩული კარებში დაარტყას ბაბუნაშვილმა კი ასე კარებს კი აჩვენებს რა თქმა უნდა დააზოგავენ ამ შემთხვევაში ძალას და ენერგიას მასპინძლები არის მარტივი პოზიცია ამ ჯარიმის შესასრულებლად და ითამაშებს სამქულაზე აია თან გავითვალისწინოთ რომ კაცნაკლური არიან ქუთაისელები და 22-დან უკულოდ გამოსვლა თითქმის შეუძლებელი იქნება, თუმცა არ გაუსწრებ მოვლენებს და დაველოდები ბაბუნაშვილის ამ ჯარიმას. შემოიტანა გაგა სინაურიძეა ხაზის აიას ხაზისწველი, ახლა თან
ეხმარება წყლის შემეთულობაშიც მუშაობს დღეს ეს პრაქტიკა აღშიათვლელები შემოდიან ან სადარიგ მოთამაშეებს ან ვთქვათ ისეთ მოთამაშეს რომელსაც ტრავმა აქვს ისინი ეხმარებიან ხოლმე გუნდს ამ როლის შესრულებაში ბაბუნაშვილი ემზადება დარტყმისთვის ზუსტია 8-0 ამ პოზიციიდან უფრო რთული იქნებოდა ბაბუნაშვილისთვის რომ ვერ გაეტანა ვიდრე ზუსტად შეესრულებინა 8 ქულამდე გაიზარდა აიას უპირატესობა გაიტანა ლატვია განა ახლა ლელომ თამაში მესამე ზონაში დაკიდებული ბურთი და ჰაერში უშეცდომოდ ითამაშა მახარეიშვილმა ამ ბურთზე. ფეხით კი არც ისე შორს გამოვიდა. მეტოქის ნახევარზე იქნება ლელოს დერეფანი. მოაწვის ხელაძე არ ქონდა ლელოს კარგი აუტები მაინც და მაინც ახლა კარგად მოაწოდეს გაათამაშეს ქევხიშვილი კარგადი არა ქევხიშვილმა საბოლოოდ 22 მეტრიანთან შეძლეს მისი შეჩერება სწრაფად გამოიტანეს რაკიდან ბურთი ქოიავამ გადააწოდა გვერდზე მდგომ სვიმონიშვილს გრძელდება ლელოს შეტევა თუმცა მსაჯის სასტოინიც გაისმა და ტრავმა მიიღო ქოიავამ ნახო და დასტვინა შოთა ცაგარეიშვილმა ხო რაც მსუბუქი ტრავმა არ ჩანს თითქოს იმედი ვიქონიოთ რომ გადაურჩება ქოიავა ძიმე დაზიანებას ხო რაღაც არ ჩანს ეს სხვადასხვა მსუბუქი ტრავმა არანაირად არ ჩანს საეჭვო რომ გააგრძელოს ქოიავა თამაში ძიმე დარტყმა იქნება ეს ლელოს არასენსისთვის მატჩის 24 წუთზე თუ ვერ შეძლებს მათი გუნდის კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერი შეხვედრის გაგრძელებას კი თან ისეთი აქტიურია ძალიან ყოველთვის სანდრო ყველა შეტევაში ხშირად დარტყმებს ის თავის თავზე იღებს გარდა გამოცდილებისა მოკეთ ფიზიკურადაც ვთქვათ ვერავინ მტყვის რომ სხვაზე ნაკლებს მუშაობს მიუხედავად ასაკისა ხო, სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო ხედავთ, გამოძახება არა, ყველა თამაშზე მოგეხსენებათ სასწრაფოს მანქანად არის აუცილებელი პირობაა, რომ სასწრაფოს მანქანა უნდა იყოს, რომ რამე გადაიყვანოს დაზიანებული მორაგბე საავტობუსში. დახმარებით დატოვებს სანდრო ქოიავა მოედანს და გუსურვოთ რა თქმა უნდა სწრაფი გამოჯანმრთელება. კი, წამოდგა იმედია. ნუ სეზონი დასრულებული ლელოსთვის იმედია ახალ სეზონში უკვე ის დაიწყოთ დაგვიბრუნდება. ლელოსი იყო ბურთი მათ შეკრებს უნდა განახდეს მატჩი. რა თქმა უნდა ეს ქუთაისელ გულშემატკივარს არ შეეშლებოდა აპლოდისმენტებით გააცილეს მეტოქე გუნდის კაპიტანი მოედნიდან. გაისმა ამასობაში მთავარი არბიტრის სასტვენი განახლდება შეხვედრა. გადადის აუტში გოგიტა რიკაძე. ხო, ახლა 15 მეტრში იქნება
ლელოს დერეფანი. მოაწოდა ხელაძემ ამჯერადაც ორი ხელით დამაჯერებლად მოიპოვეს ლელოს მოთამაშეებმა ბურთი, შეკრეს მოლი. ცდილობენ რომ შეცვალონ ღერძი და წინ წავიდნენ. აი ხა არის წინსვლა და ეს უკვე მეგონი ლავრი ბიცკი დიდი ალბათობით ეს ლელოთიც დასრულდება, ასეც არის ეფექტური მოლი შეკრეს სტუმრებმა, ჩამოაყალიბეს და კი, ხელაძის ლელო. ლავრი ბიცკის შეჩერება უკვე შეუძლებელი აღმოჩნდა მასმიზლებისთვის. 8-5 გახდა ანგარიში, დავალოდოთ გარდასახვის შესრულებას. კი. წამოეწია ლელო მეტოქეს, უკვე შევიდნენ სამგულიან ზონაში, გარდასახვაც კარგი პოზიციიდან იქნება. ახლა შეუშლის თუ არა ხელს გოგი ტარიკაძეს გულშემატკივრის ეს შეძახილები. მაყურებელი დღეს მოვიდა სხვათა შორის ხედავთ გვესმის მაგიდევაც. ნუ ამ თამ ლელოაია შორის ყოველთვის მაყურებელი არაკლი არასოდეს, რიკაძე, ზუსტი, 8-7. მხოლოდ და მხოლოდ ერთი ქულა სხვაობა მატჩის 26 წუთისთვის. ნახოთ ჯერი უკვე ქუთაისელებზეა, როგორც აღნიშნეს ერგო, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე არის აია დამოკიდებული და ნებისმიერი ანგარიშით გამარჯვების შემთხვევაში ქუთაისაია მინახდებს პირველ ადგილს. შეიყვანა ბურთი ბაბუნაშვილმა მეორე ზონაში დაკიდა. კარგად აიღო ვაჟამაისურაძემ. რა ხდება? და ჯარიმა. არ გაუშვეს ხელი. მეტოქეს ვარტივი ჯარიმა გასცა აიამ. თქმა უნდა გუნდი ასეთ ჯარიმებს უნდა ერიდებოდეს, არაფრიდან მეტოქეს აძლევ ამოსთვის საშუალებას. აქ მე მგონი ვერ გადაიტანეს. ვერა, მიიღო გუჯამახარიშვილმა, დააწოდა ბაბუნაშვილს და ბაბუნაშვილი ფეხით უბრუნებს. ოძებნა ცარიელი ზონა ბაბუნაშვილმა თუ გადავა ეს ბურთი. წინვალე, საკუთარი 22-დან გააკეთა 50-ზე. გიორგი ბაბუნაშვილი ისტრავრებული იყო გარკვეული პერიოდი, თუმცა დაბრუნდა და მას ძალიან დიდი გავლენა აქვს. ჩემი აზრით მე ესე ვიტყოდი, ჩემთვის ოეთოში დიდაჩი ყველაზე გავლენიანი მოთამაშე ისეთ მოთამაშე, რომელსაც დიდი როლი აქვს, ის გიორგი ბაბუნაშვილია. ნუ ორჯერ უკვე მანი ჩემპიონა აიასთან ერთად და რა თქმა უნდა წელსაც იგივე შეცდება რომ მესამედ გააკეთოს იგივე. რთულია ამ ყველაფერში არ დაგეთანხმოს ერგო, ნამდვილად დიდ გავლენას ახდენს ბაბუნაშვილი. აქ ცუდად მოიგო აი ამ აუტი, მაგრამ 10-ია ბურთი, სინა ორიძე მივიდა, კარგ ჯანზეა. კიდევ ერთი მიძალება. და მოპარეს ბურთი, დაკარგეს ბურთი ქუთაისლებმა. შორს დარტყმული. ვაკწოვად ითამაშა შვანგირაძემ, სხვა გზა არ ქონდა, იმიტომ რომ აიღო შევა ინერციით გადასულიყო აუტში, დახუს იყო ხასთან, ძალიან კარგად დაარტყა ლელო. კარგი ნახტომია, ბაკი მშვენივრად დახტა და თვითონ წავიდა, უნდა წავიდეს ახლა მიწაზე. ესეც არის. ბაჩუკი ბარათაშვილი. გიგაშვილი უტევს. ბოლა კომბინაცია წადეს, თუმცა თვითონ ვერ გაუგესეთ ეს, მაგრამ თვითონ ბოლა მაიღო ეს ბურთი და მოიპარა ლელო, ძალიან კარგები იყო რაკში. აფციაური. ხო, ეს თავისი ამ მინუტს ხშირად აკეთებს აფციაური, თუმცა ამჯერად დაარღვია წესები, ხშირად დებს ბურთს და მე თვითონ იღებს, მაგრამ ამჯერად არ გაუშვა. ბურთელი და ისე გააგრძელა მოძრაობა, ამიტომ დაჯარიმდა.
კარგად დაარტყა ბაბუნაშვილმა, შევიდა 22-ში, აია. მივიდა ერემეიშვილი, ნახოთ. კარგი ნახტომი ლაღაძის მოლი და ჯარიმით ჩააქცია ლელო. დოლიძე უტევს, თვითონ გაძვრა შევიდა, მიუახლოვდა 15 მეტრიანს. აქ რაკნის გაუგებრობა და ის ჯარიმა დაუბრუნდებათ, ნუ გასატანი ჯარიმა წესით. ალბათ ამასაც კარებში დაარტყა მე ქუთაისელები. რა თქმა უნდა, კარისკენ მიუთითა ბაბუნაშვილმა. გამოუტონეს დასაბუთის სადგამი, ნახოთ ნუ რა თქმა უნდა მას დიდი ალბათობით რა თქმა უნდა გაიტანს გიორგი. ზუსტია 11-7. 4 გულამდე გაიზარდა ქუთაისის აიას უპირატესობა. სოფაში ამოიწურა პირველი ტაიმისთვის განკუთვნილი 30 წუთი. 10 წუთზე ოდნავ ნაკლები პირველი ტაიმისთვის განკუთვნილი დროის დასრულებამდე. ხო, როგორც შენ იმორაუდე, არ უთხოვს ელო არაფერს იოლად, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც არანაირი სატურნირო мотиваცია მათ არ აქვთ, გამოდიან იბრძვიან. ასე ვთქვათ, რომ ლელოს мотиваცია ამ შემთხვევაში იქნება აიასთვის საქმის კი, გართულება. ესეც სპორტში აქვს ამას სხვათაშორის და მუღამი რომ შენ თუ არ აქვს მიზანი ვიღაცა საქმე მაინც გაუფუჭო და ესე ვთქვათ უკვე რომ ზეიმობს რაღაცას ჩაუშხამო ესეც აქვს სპორტში. ხასიათიანი უნდა ქონდეს ხასიათია გუნდს და აქ მოიპარა ლელონ ბურთი ნახდება ხაში გაიტანეს არჩვაძე გაძვრა კარგი მოძრაობები აქვს ძალიან. დროულად მიეხმარნენ თანაგუნდელები არჩვაძეს, საბოლოოდ ყაჩლავაშვილი შეუნელდა ოდნავ რაქიდან ბურთის გამოტანა ყაჩლავაშვილს. აწუხებდნენ ქუთაისელები, თუმცა ინარჩუნებს ბურთს ლელო. სიმონიშვილი უტევდა, გავიდა ხაზზე. კარგი ჩართვა. თაზე გავიდა ბურთი შხელაძე გაიქცა თაზე ბრწყინვალე გადაცემა ქევხიშვილი საფათოა ის ამ ზონაში და დელო რა თქმა უნდა ასეთ მომენტში ეს ბიჭი არ გააფუჭებს არასოდეს ასეთ ჩანს ბრწყინვალეთ ერთ-ერთზე დასვა მეტოქე დაფინტა და ლელოთან კარის ცენტრში და უკვე ლელო წინ გავიდა და სხვაობის გაზაც კი შეუულიათ. საკმაოდ ეფექტური ლელო გაიტანეს სტუმრებმა. შხელაძე იყო ძალიან კარგი იმ ეპიზოდში გაიქცა და კარგი აქცია გააკეთა და გააკეთა თაზე გადაცემა ქევხიშვილთან. კარგი გაქცევა, დროული პასი, დროული მიყოლა და შედეგად ვიხილეთ ის ეფექტური ლელო, რომელიც წელებს შორის დაამიძეს სტუმრებმა 11-12 ანგარიში და დავალოდოთ გარდასახვის შესრულებას. არც გოგიტა რიკაძეს უნდა გაუჭირდეს ამ პოზიციიდან ზუსტი დარტყმა. ზუსტია 14-11 და უკვე დაიძაბა მდგომარეობა. განაახლებენ ქუთაისელები შეხვედრას. შეიყვანა ბაბუნაშვილმა, კარგი ბურთი დაკიდა. კარგადაც დახვდა არჩვაძე მოთამაშე. კარგია დღეს არჩვაძე.
ხაჩლავაშვილი გადააწოდა იქ მყოფ მორკინალს. აქ კარგი იყო, კარგი აგრესიული იყო აია ძალიან. გაიუმჯობესებს ხაჩლავაშვილი და გამოვა ფეხით საფეხბურთო ზონიდან. მოედანში დაარტყა, მახარიშვილმა ძალიან კარგად აიღო. რთული ბურთი. სად არის? არის ჩადო კიდევაც, კი ბატონო. აქ მოკლეზე შეუტია დოლიძე კოხოძე. როგორც ჩანს ვერ მოასწრო კოხოძემ ბურთის დროულად გადაცემა დააბიჯა ბურთიანად ხას. დატოვა მოედანი. როგორც ჩანს საბარჩვაძეს ესაჭიროებოდა სამედიცინო სტაფის დახმარება, წამოდგა უკვე ფეხზე საბედნიეროდ წყობშია. ასევე ვხედავთ გოგიტა რიკაძეს, რომელსაც აღმოუჩენენ დახმარებას. წამოდგა გოგიტა რიკაძეც, მისცემს უკვე არბიტრი ნიშანს და განახლდება შეხვედრა. შოთა ხელაძე მოაწოდა ბურთი დერეფანში, ორი ხელით დამაჯერებლად მოიგეს ლელოელებმა და შეკრეს მოლი. მოიხსნა ხელაძე. კარგად შეუტია ძალიან. და ჩაუჯდა. ოჩახ საბერემეიშვილი კარგი შედეგი გააჩერა და იქეთ მოუპოვა აიას ჯარიმა. კვაჭების ამ დუელში ერემეიშვილი გამოვიდა გამარჯვებული. თუმცა არც შოთა ხელაძეს დაუკარგეთ გარჯა, საკმაოდ ეფექტური არის მთელი ამ 36 წუთის განმავლობაში და აქტიურია. კი, კარგია ძალიან ესეთი მაღალი კვაჭია, მოძრავი. გამოირჩევა ყოველთვის რომ მის თამაში თანადასწორებული ნახე, ყოველთვის არის გამორჩეული. კარგი აუტი ლაღაძეზე, გავიდა ხაზე ბურთი, ბოლა, წაფი ხელები, ფრუიძე, მაგარი შეყვანა კოხოძეს და კოხოძე ამას დაასრულებს ეს აიასეს თავი კოზირი, ეს ძალიან მაგარი კომბინაციები. ხაში წკინვალე შეტევა, ჩათავია ბოლა, ფრუიძე, კოხოძე, ბაბუნაშვილიც მონაწილეობდა და ლელო. გაცვალეს ეფექტური ლელოები გუნდებმა, არასწორია გუნდური ლელოები გაიტანეს, როგორც ლელომ, ასევე ამ შემთხვევაში უკვე აიამ 3-4 მოთამაშისგან შემდგარი კომბინაციით უპასუხა. კიდევ ერთხელ დაწინაურდა დღევანდელ შეხვედრაში მასპინძელი გუნდი 16-14 და დაველოდოთ ამჯერადაც გარდასახვის შესრულებას, რომელიც არც ისე მარტივი პოზიციიდან ექნება ბაბუნაშვილის შესასრულებელი. და გარდასახვა 16-14 ორ ქულაში ორი ქულა სხვაობა, რაც თქმა უნდა მინიმალური სხვაობა რაგბში. ორ წუთზე ოდნავ ნაკლები პირველი ტაიმის დასრულებამდე ვნახოთ მოასწრებს თუ არა რომელიმე გუნდი კიდევ ქულების დაგროვებას. შეიყვანეს სტუმრებმა ბურთი თამაში. შვანგირაძემ აიღო. წუხებენ ლელოს მოთამაშეები, თუმცა შეინარჩუნა ბურთი აიამ. მოკლე დარტყმა. რა მოიპარეს, ხელაძე მოიპარა ბურთი. რა ნისიმონიშვილი უტევს, შევიდნენ 5 მეტრიანში, 5 მეტრიანთან არიან. ორიაული ხაზე გავიდა. რთულ ვითარებაში აღმოჩნდა შემდეგ უკვე ხეხელაშვილი. მაგრამ შეინარჩუნა ბურთი ლელოს არასენსმა.
მორიგი მიძალება. ორგინალები თუ წევენ, აი ჯერჯერობით ლელო ისე ორგინალები ახაც კიდევ ერთი დარტყმა გაარტყა ქუნთელიამ. ისე კარგად დახვდნენ ქუნთელიას. ყაჩლავაშვილი გამოიტანა ხაზზე. ორიგი წაღება ამჯერადაც უჯარი მოდიცავს თავს აია. ამოაგდო ყაჩლავაშვილმა. შეცვლაზე შემოსული თონი გეღანიაშვილი უტევდა. ბაბციავი რა თქმა უნდა, ეს თვითონ უყვარს შეტევა რაგთან ეხაც აიღა ტაცა და შეუტია. აქ ახტება ფეხი აცურეს და აუვარდა არჩვაძეს წინ თამაში. ჯარმის უპირატესობა არ ქონდა, თუ ქონდათ. ნახოთ. ტრავმა. შარვაშიძეა. ნახოთ. და დოლიძეა ტრავმებული. სამწუხაროდ არ გამოჩნდა კადრებში თუ რა ეპიზოდში მიიღო დოლიძემ ეს დაზიანება, თუმცა მოხდა გულშემატკივრების შეძახილები, რომლებმაც საკმაოდ დიდი უკმაყოფილება გამოხატეს. ხო, წითელსაც იკითხავდნენ, მაგრამ ვიდეორეფი დღეს არ გვყავს ასე რომ ეს ფუფუნება დღეს არ ექნება შოთა ცაგარეიშვილს. დოლიძეა კი ბატონო დაავადებული. წამოდგა დოლიძე, ნახოთ როგორ გაგრძელდება თამაში. ჯარიმა ქონდა ლელოს, ნახოთ. კი, ჯარიმა როგორც ჩანს და აუჩი გადავა ეხლა გოგიტარიკაძე, ნახოთ ამის ბოლოს აქვს ლელოს შანსი რომ გაიტანონ მესამე ლელო. მევიდა ბურთთან შოთა ხელაძე ემზადება დერეფანში მოსაწოდებლად. კარგი აუტი. აკონტროლებს შოთა ხელაძე, კარგად მიდის ლელო. და გააჩერეს ბოლო მომენტში ჯარიმა დაუბრუნდა ჯარიმა ლელოს. ნუ ლელოსის მოლი რა თქმა უნდა მათი იარაღია. ორიგი მცდელობა გადაიტანს ბურთს კიდეზე გოგიტარიკაძე. და 5 მეტრიანში იქნება ლელოს დერეფანი. მაღალწერტიში მოიგო მაისურაძემ კარგი ნახტომით, ისევ მოლი აკონტროლებს ხელაძე, ჩაებახე ხელაშვილი. და ყაშლავაშვილი იძულებულია ხაზზე გაიტანოს. შეუტია საბოლოოდ ჩიქოვანმა შეძლეს მისი შეჩერება, გრძელდება შეტევა. ყაშლავაშვილმა სვიმონიშვილს დაარტყმევინა. ხელაძე შევიდა, კიდევ ერთი მიძალება ლელოს არასესის, ჩიქოვანმა წაიღო ამჯერად. სვიმონიშვილი აქტიურობს, აქ ხდება. ისია ბურთი ხელაძეა ისევ აქტიურობს, კარგად წაიღო.
აი ხაზე გავიდა, არის რაოდენობა ფრთაზე ქემხიშვილი, თუმცა ისეთი გაჩერება მოუწია, ისე მიიღო ბურთი, ამიტომ შებოჭეს. შებოჭეს დაახევინეს უკან, თუმცა ინარჩუნებს ბურთს ლელო. აქტიურია ძალიან, აგრესულია ძალიან დაცვაში, აია. ხანიაშვილმა აიღო, გადააწოდა იქ მყოფ ქუნთელიას. ქუნთელიამ წაიღო, თუმცა არა, კარგი კონტაქტი. ისო ხელაძე. კიდევ ერთი ეპიზოდი, რამაც გულშემატკივრის უკმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ ამჯერადაც დაჯარიმდა. გაათამაშა ყაცლავაშვილმა. ახტება, დაკარგა ბურთი, დაკარგა. ზედმეტი იყო ეს ამოგდება და უმჯობესი იქნებოდა შენარჩუნებაზე გაეკეთებინა აქცენტი. აქ ტაიმი უნდა დაასრულოს, რა თქმა უნდა, უბრალოდ ბაბუნაშვილმა, რა თქმა არა, შევა დრო არის ჩვენი არასწორი? ო არა, არჩვაძე აფციაური წავიდა განზე, ალბათ რაღაც მომენტში გაასწორა და კარგი ბოჭო გაუკეთეს, მორკინალებზე მოხვდა და ჩავარდა პირდაპირ მორკინალების ხელში და რა თქმა უნდა კონტაქტის მოგება გაუჭირდა. რიკაძე ცუდად დაარტყა. ახტება ეს დრო არასწორია, არასრულებს აია. და დაჯარიმდა, აია. საინტერესო მიწურული გვაქვს ტაიმის. კი. ხო, ანუ მე მგონი ალბათ დრო არასწორია, თორე ესე დავიჯერო აქ დასრულება არ უნდა ტაიმის. კარებში დაგმოს არ განიხილავს, ელო არ განიხილავს როგორც ჩანს. ხო, ამ კონტაქტში აფციაურმა რა თქმა უნდა მიიღო მაგარი ბოჭვა. ხო, მოყვა მორკინალებზე. აფციაური ფიზიკურად ძალიან ძლიერი, რა თქმა უნდა შეუძლია მორკინალის დაჩაგრება შეუძლია რაც მოიჭრა ხა. ესე ახლდა როცა პირდაპირ ძალაზე პირველ ხაზზე ზედაკები ძალიან ურთულესი საქმეა, მოუგო ჯახი პირველ ხაზს. შოთა ხელაძე მეტოქის 5 მეტრიანთან მორიგი დერეფანი ლელოს. კარგი აუტი ძალიან, მაღალ ნახტომში გავიდა ხელაძემდე ბურთი და აქ შევა გაუჭრან. და ჩაუვიდა. კი ბატონო, დაეშალა მონდიელოს და დაიცვა თავი აია. კი გაამართლა ეს იმათ ძალიან აგრესიული დაცვა ითამაშეს ბოლო 5 წუთი. მცირედი შეხლა შემოხლა მოთამაშეებს შორის. რა თქმა უნდა, ესეთ ეპიზოდებს შემდეგ თან ახლავს ხოლმე ასეთი დაძაბულობა, თუმცა რაც თავარია დროულად განიმუხტა სიტუაცია. კი, როგორც წესი ასე დროს ეპიზოდში გამარჯვებული გუნდი აღნიშნავს ემოციურად, იქ დამარცხებული გუნდი ბრაზდება და მოკეთ მიდის გაწევ გამოწევა ეს დიდრაგშიც ასია ზოგადად. რა თქმა უნდა, მიჩვეული ვარ ხოლმე მსგავს სანახაობას ნებისმიერ ასპარეზზე, ასე ვთქვათ. კი, იქნება ეს სანაკრებო, საკლუბო, შიდა ჩემპიონატი თუ როგორც არ უნდა იყოს. აქ გაათამაშა ბაბუნაშვილმა, გადააგდო და დასრულდა პირველი ტაიმი 16-14, მალე დაგებულდების უფასო გუშინ. დროებით გემშვიდობებით.